ველორბოლა ჯომარდი და მთაში სირბილი სათავგადასავლო ტურში ერთმანეთს სხვადასხვა პროფესიისა და კომპანიის წარმომადგენლები შეეჯიბნენ. გუდაურში დაწყებული რბოლა არაგვის ხეობაში დასრულდა. პირველი ტურის გამარჯვებული გუნდი ჯომარდი გახდა. გუდაურის ზაფხულის თასის მოსაპოვებლად პირველების ასპარეზად მორბინალები გამოჩნდნენ. მოყვარულმა სპორტსმენებმა სტარტი გუდაურში მარკო პოლოს ტერიტორიაზე აიღეს. 6 მონაწილემ 8 კილომეტრიანი მონაკვეთი დაფარა და თანაგუნდელებს ესტაფეტა სოფელ ქვეშეთში გადასცა. ამინდის ხაზგუშლიდან შუა დღეს მოგვიწია სირბილმა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პირველები მოვსულიყავით და ტრასა არის საკმაოდ რთული. მოხარული ვარ, რომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, ჩემთვის ესტაფეტა გადამეცა. მეორე ეტაპი ველოსიპედებით 19 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლას ითვალისწინებდა. სპორტსმენებმა რამდენიმე წუთში ფასანაურამდე მისვლა შეძლეს. სათავგადასავლო რბოლის ბოლო ეტაპზე გუნდები 6 კაციანი შემადგენლობით ფასანაურიდან არაგვის ხეობაზე დაეშვნენ. საჯომარდო მონაკვეთი 6 კილომეტრში სოფელ გვრიტოსთან დასრულდა. ისეთი შემართებით წამოვედით, რომ დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ და პირველი ადგილი შეიძლება ვერ ავიღოთ, მაგრამ აუცილებლად გავალთ ფინალში. 1 2 3 My baby don't mess around because she loves me so and I know for sure. But does she really wanna? But can't stand to see her. გუნდიდან გამარჯვებული გახდა გუნდი ჯომარდი. მსგავსი ჩემპიონატი წელს პირველად გუდაურის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის ინიციატივით გაიმართა. გამარჯვება სადაც ნაწილობრივ ველოდით, იმიტომ რომ ვიცი ყველა ფორმაში ვიყავით, მაგრამ ესეთი დიდი ფორით მოვიგებთ, ნამდვილად არ გვეგონა. ძალიან მაგარი გუნდი ვართ, სინქრონიც ქონდა, ძალიან მაგარი თონკვე ბოლოს ჯომარდში შეცდა დავიშვით. ეს ღონისძიება არის ერთ-ერთი იმ ღონისძიებათაგანი, რომელიც ხელს შეუწყობს გუდაურს ჩამოყალიბდეს 4 სეზონის სრულყოფილ კურორტად და აგრეთვე ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას ზაფხულის განმავლობაში კურორტზე და პირდაპირ მოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებზე და შემოსავლების ზრდაზე. მომდევნო ეტაპი უკვე აგვისტოში გაიმართება. საბოლოოდ კი გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში სექტემბერში შეხვდებიან. ასეთი იყო ახალი ამბები.